ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. მოდით ჩვენ დღეს ვნახოთ რისთვის გამზადებთ სამყარო. ეს ყოველთვის საინტერესოა. მე ძალიან მიხარია, რომ ჩემთან არხზე არიან ისეთი ადამიანები, ვინც ვითარდება. უდიდესი მადლობა თქვენი კომენტარებისთვის, იმისთვის, რომ თქვენ უკვე მივხვდეთ, რომ ჩვენ აქ არ ამკითხავთ, ჩვენ აქ ვარჩევთ სიტუაციებს, ვეზებთ პასუხებს და ძალიან მიხარია, რომ ბევრმა უკვე გაიგეს, რომ ტარო არ არის კარგად ვთქვათ, მხოლოდ სამკითხაო ინსტრუმენტი. ტარო არის ფსიქოლოგიის წიგნი, რომელიც ჩვენ გვეხმარება და პლუს კიდე დაკავშირებული არის სამყაროსგან და ამიტომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერი პასუხები ტაროსგან და რასაც ჩვენ დღეს გავაკეთებთ. მოდით ვნახოთ, ეს საინტერესო თემაა, ვფიქრობ, მოგეწონებათ, ამიტომ ეხლა ჯერ პირველ რიგში ვნახოთ, ვინ მოვიდა, ვისთვის იქნება ეს გაშლა დღევანდელი და ვნახოთ, რისთვის უნდა იყოთ მზად. იმიტომ რომ ზოგჯერ შეიძლება ფიქრობთ, აი ოცნებებს წერთ სიტყვაზე, ხო? რაღაცაზე ოცნებობთ, რაღაცაზე ფიქრობთ, რაღაცა გინდა, სურვილები გაქვთ, მაგრამ ფიქრო იქნება ეს ასრულდება თუ ისე რა ვწერ. ნუ ეს სხვა თემა, მაგრამ ჩვენ როგორ უნდა ჩაიფიქრო ისე სურვილები რომ აგისრულდეს. მაგრამ ჩვენ ეხლა ვნახოთ, ვკითხოთ, ანუ რისთვის არის რაღაც სიტუაციები, ვნახოთ რა მოვა და რისთვის გამზადებთ თქვენ სამყარო. ვნახოთ, ვინ მოვიდა დღეს ჩემთან სასაუბროთ, ხო? ვის ველაპარაკები დღეს? ვნახოთ. ვინ მოგვივიდა? აჰა. კარგით. ნუ ახლა აქ ერთი მომენტი არის, იცით? შეიძლება პირველი რაც მოდის ინფორმაცია, ხა მე მოვძებნი დედოფალს, მაგრამ გამოვიდა უკვე მეფე, ამ პენტაკლების მეფე. და ანუ როგორი მომენტი არის, იცით? შეიძლება გქონდეთ რამე ან წენა, ან კიდე რა. შეიძლება ფიქრობთ იმაზე, რომ აი საერთოდ ეს ადამიანი, რომელიც არის ჩემს ცხოვრებაში, ნამდვილად გააკეთებს, თქვათ, სერიოზულ ნაბიჯს თუ არა. შეიძლება ვიღაცას აქვს იმედგაცრუება. ჩვენ ახლა ნუ თქვენ ახლა არ ახართ ყველაერთი ისტორიით, რა თქმა უნდა, ყველას თავისი ისტორია აქვს. გუშინ იყოს ცოტა სხვა ისტორია და ძალიან საინტერესო, მაგრამ აი აქ დღეს რაღაც ცოტას როგორ არის, იცით, იმედგაცრუება გაქვთ. მოიცადეთ ვნახოთ, ახლა ჩვენ ვნახოთ რა ხდება, კიდე რატომ? всё, გავიგე ახლა მე. აგერ გამოვიდა კვერთხების დედოფალიც. კი ბატონო, ეხლავე გეტყვით მე თქვენ. რა მოხდა აქ? რა ხდება? კი ბატონო, ნახეთ რა ხდება. აქ მაჩვენებენ მე იმას, რომ იყო ეგ სიტუაცია, შეიძლება მომენტ რაღაც გქონდათ. ნუ ეს არის ნორმალური, ნახეთ, როცა ადამიანი თვითონ ვითარდება და აქ მე მაჩვენეს ქალი, ძალიან ძლიერი ქალი, რომელიც იმაზე ფიქრობს, აი ნახეთ, მე ძალიან მომწონს, იმიტომ ავღნიშნე წეღან და ნამდვილად აი სწორედ ავღნიშნე, რომ ჩემთან მოდიან უფრო ისეთი გოგოები, ნუ ადამიანები, გოგოები, ვისაც ნამდვილად უნდა ზრდა. არიან ძლიერი გოგოები, არიან გოგოები, რომელიც ირჩევენ თავის თავს. იმის მიუხედავად არა. უფრო დაჟე ვეტყოდი, რატომ? იმიტომ რომ ბევრი რამ გაიარეს თავის პარტნიორთან. მე ბევრჯერ მითქვამს თქვენთვის, რომ ყოველთვის ადამიანი მიდის საერთოდ განვითარებაში, ჩვენ გვეხმარება ჩვენი პარტნიორი. ამიტომ გეუბნებით, რომ არასოდეს არ თქვათ, რომ ის საზიზღარია, ის უვარგისია, არასოდეს არ გალანძღოთ. ეს იგივე არის, რომ თქვენ დაუშვათ სიტყვაზე მასწავლებელს ქირაობთ, ის მასწავლებელი თქვენ გაძლევთ ბევრ გაკვეთილებს, გეუბნებათ, რომ აი თქვათ, აი შვილებისთვის ხო, თქვათ, ახლა ზოგი რეპეტიტორთან დადეს, თქვათ, ხო?
ვინც ამიცადინებს ბავშვს და დაუშვათ ბევრ დავალებას აძლევს ეს ადამიანი, მაგრამ ზოგჯერ ახლა შეიძლება ბავშვი ზის და ტირის და იძახეს ღმერთო, რა მინდა ეს ამდენი რაღაცები, მაგრამ თქვათ даже აი შეიძლება თქვათ აი ძალიან მკაცრია და დამღალა და აღარ შემიძლია უკვე, მაგრამ მე არის კარგი შედეგი. აი იგივე არის ჩვენი პარტნიორი. აი ასე შეხედეთ თქვენს პარტნიორებს, მაგრამ აი ზუსტად ეს სიტუაცია არის აქ, რომ ბევრი რაღაცები გამოიარეს, შეიძლება არ გამოვრიცხავ, რომ აქ გქონდათ თქვენ სხვადასხვა კიდე ურთიერთობები და ყველა აი რო იტყვიან ხოლმე ერთი და იგივეა ეს კაცები, ყველა ერთნაირია ის ქალი, ხო? რატომ? იმიტომ რომ თუ ჩვენ დაუშვათ, აი ჩვენ სულს აქ გეგმა, всё, ეს უნდა მე აქ მოსulis დროს, დედამიწაზე მოსulis დროს გავიარო. მორჩა. სანამდე არ გავივლით, პარტნიორი მილიონი რო შეცვალო, მაინც მოვა ის, ვინც, მაინც აი ერთი და იგივე რატო არის, ხო, დაუშვა, ერთი და იგივე. ერთი და იგივე კი არა, უბრალოდ ადამიანები გეხმარებენ. ამიტომ აქ თქვენ შემიძლია გითხრათ უკვე შედეგებზე. მართლა ძალიან კარგი შედეგები მიიღეთ თქვენ. გაძლიერდით, მივხვდით რომ ნამდვილად მე თუ კარგად ვიქნები, ყველა იქნება ჩემს გარშემო კარგად. აქ თქვენ თუ რამე გქონდათ ბლოკები, თუ რამე გქონდათ რაღაცა, აი თითქოს განთავისუფლდით რა, იმიტომ რომ მართლა იმისთვის რომ ეს სიძლიერე მოგიპოვათ, ნამდვილად თქვენ იყავეთ, კიდევაც მიჯაჭვულიც იყავეთ, კიდევაც ურესურსობა გჭირდათ, კიდევაც ბევრი რაღაცები გქონდათ, ახლა აქ შეგვიძლია ჩვენ სიგნიფიკაციაზე ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ არის ერთი მომენტი, რომ თქვენ ეს ყველაფერი დატოვეთ ზურგს უკან. თქვენ მოერიეთ ამ ყველაფერს, თქვენ გამოხვედით ამ სიტუაციებიდან, როცა აი რა გავაკეთო არ ვიცი, არ მინდა ეს ურთიერთობა, მაგრამ რა ვქნა, არ ვიცი თქვათ, არ მინდა რომ ვიყო თქვათ, მიჯაჭვული რაღაცას, მაგრამ რა ვქნა, ანუ აქ თქვენ ეს რა ვქნა, ყველაფერი უკან დატოვეთ და სხვანაირად შეხედეთ ამ სიტუაციას თქვენთვის სასარგებლოდ. თუ თქვენ ჯერ კიდე ხართ ისეთ ენერგიებში, რომ დაუშვათ, არ ვიცი როგორ გამოვიდე ამ სიტუაციიდან, ხო? მე შემიძლია გითხრათ, რომ აი სულ მალე განთავისუფლდებით. ეხლა ნახეთ. მე არ ვგულისხმობ იმას, რომ თქვათ, თქვენ განთავისუფლდებით ისე, რომ თქვათ, აი დაუშვათ საყვარელი ადამიანი მიატოვებ, თქვათ, ან დამთავრდება ურთიერთობა. შეიძლება ესეც იყოს იმ შემთხვევაში, თუ მართლა თქვენ ეს გინდათ. იმიტომ რომ ზოგჯერ მეკითხებიან ახლა, აი ვგრძნობ ახლა, რომ ადამიანს უყვარს, უნდა რომ იყოს, მაგრამ ადამიანთან ახლა კიდე გზაა გასავლელი, ხო? აი მაგ დროს იცით როგორ არის? არასოდეს არ უნდა ვიფიქროთ ჩვენ ის, რომ აი ის არის ცუდი, ის იმან შეცვალოს თავისი მიდგომა, მე კარგი ვარ, ხო? კი, კარგი ხარ, ძალიან კარგი ხარ, ძალიან გადასარევი ხარ, მაგრამ იფიქრე ის კი არა, რატომ არის ეს ყველაფერი? რისთვის არის ეს ყველაფერი და გამოხვალ და მე ეს პარტნიორი დაფიქრდეთ, ან გაიხსენეთ, რომ იყო ესეთი მომენტი, რომ რა ვიცი, ისე შეიცვალა, გაოცებული ვარ, რა მოხდა, აზე არა ვარ. ამ დროს რა მოხდა, თქვენში მოხდა რაღაცა ცვლილება და ისეც შეიცვალა. გაიგეთ? აი ესე მუშაობს ეს ყველაფერი. და სანამდე თქვენ აი ვერ დაიჭერთ იმ გაკვეთილს, ხო? რა უნდა შევცვალო, ის იქნება სხვა ფრაზა, ვაიმე არ ვიცი უკვე რა გავაკეთო, ხან ის გავაკეთე, ხან ასე ვქენი, მაინც აი ესეთ უფრო და უფრო უარესდება სიტუაცია. ანუ არასწორი გზით მიდიხართ თქვენ, შეიძლება ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შენი თავი შეიყვარო, შენ რას აკეთებ? პირიქით, უფრო კიდე ეხვეწები, ეკიდები, წერ მილიონს მესიჯს როცა დაუშვათ, ანუ ადამიანი 2 საათი დაიკარგა სიტყვაზე არ არის ქსელში, ეძებ უკვე ყველგან, ხო? ანუ
ამით ფიქრობ შენ, რომ ეხლა ესე იგი მე თუ არ მივაქციე ყურადღება, მე თუ არ მივწერა, მე თუ არ შევახსენე თავი, ეგ სულ დაიკარგება საერთოდ ვინმეზე გადაერთვა. მოდი აბა გავაკონტროლო და ამით ამწვავებთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი ცდილობს მაქსიმალურად, რომ შენი თავი შეიყვარო, შენ მაქსიმალურად ცდილობს, რომ შენ დაუშვათ, შენი საქმეც ნახო და დაკავდე, შენ უარეს აკეთებ, შენ ვერ ხვდები, ვერ იჭერ აი ამ მომენტს და უარეს აკეთებ და სიტუაციაც უარესდება. გაიგეთ? ანუ ასე მუშაობს. რა თქმა უნდა, მე ვამბობ და ვიტყვი ხო, იმას 1000 ჯერაც ვიტყვი, რომ აი ამ რაღაცას, ჩემ შემთხვევაში მე ვპოვლობ მატრიცაში, ბედის მატრიცაში, იმიტომ რომ იქ არის ყველა პასუხი. იმიტომ ვაკეთებ ყველა გააშლას მატრიცასთან ერთად. ეს არის უნიკალური ინსტრუმენტი და ყოველ შემთხვევაში აქ მიმაჩვენებენ, რომ ადამიანი ან უკვე გამოვიდა ამ სიტუაციიდან, ან უკვე არის, აი დღე-დღეზე რო იტყვიან, რომ გამოვა ამ რთული მომენტიდან. ეს იცოდეთ თქვენ, იმიტომ რომ აქ არიან გოგოები, ვინც უკვე ჩემთან დიდი ხანია, უკვე დღეს მივიღეთ ძალიან მაგარი კომენტარი, თქვენ იცით რომ მე ვკითხულობ ყველაფერს, შეიძლება ვერ გპასუხობთ ეგრევე, იმიტომ რომ იცით რომ უამრავი საქმე მაქვს, მაგრამ მე ძალიან მადლიერი ვარ თქვენი, იცოდეთ ყველა თქვენი სიტყვისთვის, თქვენი გულებისთვის, ყველაფრისთვის, იმიტომ რომ ეს ჩემთვის არის თქვენი მადლიერება, თქვენი გამოხატვა, ანუ პატივისცემის და სიყვარულის და მეც მართლა დამეჯერე ძალიან მიყვარხართ. ძალიან მიყვარხართ, კი. так, დავიწყოთ ახლა ჩვენ, აბა ვკითხოთ ახლა. ესეც მინდოდა დღეს გამომიყენებია. ხო, ჩვენი კიდე სხვა წიგნი ფსიქოლოგიის, ბევრი წიგნები მაქვს, აგერ ფსიქოლოგიის. და იცით თქვენ, რომ თქვენც თუ გინდათ რომ ისწავლოთ, შეგიძლიათ მოგმართოთ და მეც გასწავლე, როგორ უნდა წაიკითხო ეს წიგნები. იმიტომ რომ გვაქვს ამისთვის მთელი აკადემია და ახლა უკვე რუსულ ენაზეც კი გავაკეთეთ ჩვენ, ვაკეთებთ კურსს. აქ არის როგორი მომენტი, ნახეთ ეს კარტი როგორ იყო აქ დამალული. ეხლა სიმშვიდე გაქვთ. კარგით. ნახოთ ახლა რისთვის გამზადებთ თქვენ სამყარო, თუ იცანით თქვენი სიგნიფიკაცია, შემოძლიერებო, ლამაზებო და აქ სხვადასხვა ძალიან ბევრს ფიქრობთ იმისთვის, რომ აი რა გავაკეთო, იმისთვის, რომ даже აქ როგორი მომენტი, აქ რაღაცა სურვილიც გაქვთ თქვენ ძალიან დიდი ეთყობა. და ფიქრობთ, ეხლა ნეტა შესრულდება ჩემი სურვილი თუ არ შესრულდება. აი ნახოთ. რისთვის გამზადებთ თქვენ სამყარო? так, მე ახლა როგორ გავაკეთებ ახლა. კაი, ეს იყოს აქ, რადგან არ არის. მოდით აქედან ავიღებ მე 3 კარტს. იყოს 3 რამ დაუშვოთ იყოს. პერიოდი ჩვენ მოდით ავიღოთ მაქსიმუმ 9 წელი, მაგრამ ჯობია მოდით 3 თვე, იმიტომ რომ კიდე მე გავაკეთებ, თუ ეს გაშლა მოგეწონებათ საერთოდ ამ ფორმატით. იყოს 3 თვე. აი გამოდიხართ მტკივნეული პროგრამიდან, პროცესიდან. так, всё, ეს დამეხმარება მე აქ. პირველი მოვლენა ვნახოთ. ვაუ. აქ იქნება ძალიან კარგი კომუნიკაცია. რისთვის გამზადებს? ნახეთ რა ხდება. ეს არის როგორი ენერგია. აქ ძალიან კარგად არის დახატული, როგორ ვთქვათ, ქართულად, ლამაზად. ზუსტად სამყაროსგან საჩუქარი. ეს რას ნიშნავს? ნახეთ, საერთოდ არსებობს, იცით თქვენ, კანონი გაცემა მიღების. ანუ არ არსებობს, რომ რატომ არის თქვათ, რომ ჩვენ მაღაზიაშიც რომ მივდივართ, ყველაზე ბანალური, ხო? რაღაცას ყიდულობთ, ჩვენ გვაძლევენ მაგ ფული თქვათ რამე საქონელს, ხო? იგივე რამე თქვათ, ჩვენ ახლა გვინდა მომსახურება, მივდივართ, ჩვენ ახლა დაუშვათ ფულს ვაძლევთ, ჩვენ გვაძლევენ მომსახურებას და ასე შემდეგ.
აი აქ არის როგორი მომენტი, ნახეთ, აქ თქვენ პლუს კიდე რას ნიშნავს ფული საერთოდ, მე უკვე მithქვამს ბევრჯერ, ეს არის საჩუქარი სამყაროსგან. და აი აქ ნახეთ როგორ არის, ორი ხელი არის და ზემოდან კიდე მესამე ხელი. აი ეს ხელი არის ზუსტად სამყაროს ხელი. ანუ თქვენი საქმიანობით რაღაცას, აი მოხდა აქ გაცვლა რაღაცის, ხო? თქვენი დროით, თქვენი შრომით, თქვენი ცოდნის, ხო? და აი სამყარო გიმზადებს თქვენ, ნახეთ, ფინანსურ საჩუქარს, ანუ ეს პენტაკლები, ხო? ანუ დაჯილდობას, ან რაღაცა საჩუქარს, იმიტომ რომ შენ გაეცი რაღაცა, ხო? და აი ეხლა ფული ყოველთვის არის სამყაროსგან საჩუქარი. რამდენიც გაეცი, რამდენიც იყავი საჭირო, იმდენს გაძლევს შენ სამყარო უკან. ეს ასე მუშაობს, ხო? ამიტომ შეხედეთ თქვენ, რამდენს თქვენ აძლევთ სამყაროს. აი ნახოთ, მაინც კიდე. მაინც მაინტერესებს კიდე, ძალიან კარგი გამოვიდა, ეს უკვე ეგრევე საჩუქარი სამყაროსგან. აიგეთ, ნუ ჩვენ ხო სამყაროს ვეკითხებთ, მაღალ ძალებს ვეკითხებით, ხო? აი ნახეთ, ტუზი, აუცილებლად იქ შესრულდება. ვაიმე, რას დარვიხ? დედა, აჰა, გოგოებო, ვიღაცასთან იქნება ეს იმენა პენტაკლების მეფესგან. ან თქვენ გახდებით ეს პენტაკლების მეფე, ანუ კარგი შემოსავალი. აბა აქ კიდე რას გულისხმობთ, მითხარით? კიდე? აჰა, და კიდე? კი. აი ზუსტად ეს მომენტი არის. ნახეთ, ეხლა აქ თქვენ დიდი ხანია რაღაცას აკეთებდით. ნახეთ, ახლა გეტყვით რა. პენტაკლებზე წავა ჯერ პენტაკლებზე, მე შეიძლება აქ დაჟე დავბრუნდე იმასთან, რა ქვია, მეფეც გამოვიდა, იმპერატორი. ნახეთ რა ხდება. პირველ რიგში. ეს ეხება რას? დიდი ხანია თქვენ რაღაცას აკეთებდით. რაღაცისთვის ბრძოლობდით. ცდილობდით, რომ გამოსულ იყავით, თუნდაც შეიძლება ფინანსური, ცოტა მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან. ადამიანი, რომელიც მართლა შეიძლება ისეთ როგორა ეს ძალიან დიდი ხანი ადამიანს ჰქონდა ეს რთული პერიოდი, როცა უწევდა ბრძოლა. ანუ აქ არ არის ის მომენტი, რომ მე ასე ვიჯექი და ვუყურებდი ფანჯარაში და ერთი მედიტაცია გავეკეთე და ვუყურებ, როდის მოვა ჩემთან თქვათ, ეხლა ფული, ან როდის მოვა თქვათ პარტნიორი, ან როდის მოვა საქმე, რომელიც თქვათ მე რო გავაკეთო, უფრო განვითარდები და კარგად ვიყო. არა. აქ ბევრი მომენტები იყო და შინაგანი ბრძოლაც ჰქონდა თქვენ ყველა ვარიანტში. იმიტომ რომ ვფიქრობდით, აი როგორ წინსვლა მინდა, მაგრამ რა გავაკეთო და მოხდა მერე ცვლილება რაღაც, აი ნუ მე-16 რატო ვაფშე ყველა ტრანსფორმაციული არკანები ძალიან მიყვარს და მე-16 არკანი რას ამბობს, იცით რომ შენ დააგროვე, იმიტომ რომ ნახეთ, განზომილება არის როგორი მომენტი, კი? როცა ადამიანი აგროვებს, ანუ დიდი ხანია ადამიანი რაღაცა გამოცდილებას აგროვებს. ამ პერიოდში დაუშვათ, შეიძლება იყოს მძიმე რამე, შეიძლება რა თქმა უნდა, ახლა მსუბუქი რამეც კი იქნება, აბა ასე ადამიანი ვერ გაძლევს. მაგრამ მე-16 არკანი მოდის რა, შენ გამოიარე უკვე ეს, შენ დააგროვე რაღაცა გამოცდილება, ეხლა უკვე მოვიდა დრო, რომ შენ იმ საქმიანობიდან თუ იმ გამოცდილებიდან უნდა მიიღო შედეგი. გაიგეთ რა ხდება? შედეგი, იმიტომ რომ შენ დიდი ხანი ელოდებოდი ამ მომენტს. და ეხლა შენ უკვე ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რომ გამოსულიყავე ამ სიტუაციიდან და ეხლა შენ სამყარო მოგცემს იმდენს, რომ შენ გახდები შენი ცხოვრების მართველი.
გახდები იმპერატორი. იმპერატორი უკვე ეს არის ესეთი ენერგია, როცა მე ვმართავ ჩემს იმპერიას, მე ვმართავ ჩემს ცხოვრებას, მე როგორც მინდა ისე ვცხოვრობ. გაიგეთ? იმიტომ და სამყარო თქვენ ამ საჩუქარს გაძლევთ. კი, შეიძლება ვთქვათ ეს პარტნიორზეც, მაგრამ ცოტას ისეთ როგორ არის, შემიძლია ცოტა შევიკავებდით თავს. იმიტომ რომ უფრო მოდის პენტაკლების ენერგია. პენტაკლების ენერგია ეს არის უფრო მიწიერი საქმეების და უფრო ფინანსები და ასე შემდეგ და მატერიალური უფრო რა. ხო და ამიტომ მე ვფიქრობ რომ მოდით ასე ვთქვათ რომ აქ თქვენ უბრალოდ აი თქვენი საქმიანობის თვის იქნება ეს საჩუქარი. ანუ ფინანსები წამოვა თქვენთან. შემდეგი ვნახოთ. ცხრიანი თასების. ნახეთ, ბედნიერი, აი სიყვარული მოვიდა. კიდე რისთვის გამზადე? ანუ აქ იქნებით თქვენ, ნახეთ, ცხრიანი საერთოდ ეს რაცაც მე მეკუთვნის, ხო? ანუ ჩემზე ლაპარაკ. აქ არის როგორ, აი ზუსტად აქაც ნახეთ, ცხრიანი იყო, აქაც თასების, ამაში, ამ დასტაში და აქაც, აქ რო გითხარით, რომ სიძლიერე და ხალი ირჩევს თავის თავს. აი ზუსტად ეს მომენტი არის აქ, ბიჭებო, თქვენც აქ გეხებათ, იმიტომ რომ იმპერატორი არის, აქ მაგი არის და ანუ ეს თქვენს გეხებათ უეჭველი. ეხლა შეხედეთ, ცხრიანი საერთოდ ეხება ადამიანს, თვითონ იმ ადამიანს, ვისაც არის საუბარი, ხო? ცხრიანი საერთოდ თასების ეს არის, როცა მე ვარ ბედნიერი. როცა მე ვარ ბედნიერი, როცა მე ვარ კარგად, როცა მე ვაკეთებ იმას, რაც მე მსურს, როცა მე ვარ ისეთ ენერგიაში, რომ მე მიხარია, შინაგანად დალაგებული მაქვს ყველაფერი, მე რას ვასხივებ? კი ბატონო, მე ვასხივებ სიხარულს, ბედნიერებას, ყველა მიყვარს, ყველასთვის მინდა რაღაცა კარგი გავაკეთო, უფრო და ყველა ჩემს გარშემო არის გახარებული, იმიტომ რომ მე ვარ კარგ ხასიათზე, ხო? მე ვარ შინაგანად კარგად. აი ასე ყველა რო იყოს, მაშინ არ იქნებოდა არც ომები და არც არაფერი ცუდია. მაგრამ აი ეს არის ზუსტად როცა თქვენ ამ სიხარულით და ბედნიერებით შეივსებეთ. ზუსტად ნახეთ ახლა როგორ არის. ეს ვნახავთ ახლა ჩვენ კიდე რას შეეხება, მაგრამ ეს ეხება გინდაც ურთიერთობაში. თქვენ როცა თქვენს თავთან ხართ, მარტო როცა ხართ კარგად და არ არის თქვენი ბედნიერება დამოკიდებული იმაზე, რომ ჩემი პარტნიორი ახლა აი დამირეკავს, ვაიმე ბედნიერი ვარ. სხვათა შორის მქონდა ეგეთ წლების უკან, ერთი ალბათ რა ვიცი რამდენი წლის უკან, რომ დარეკა და ვაიმე რა ბედნიერი ვარ. всё, დღე არ დარეკა და ერთი მთელი დღე ასე ზივარ და ვფიქრობ, როდეს დარეკავს. არ დარეკა, всё, მორჩა დღე არ არის. ეს არის სისულელი, დიდი სისულელი, იმიტომ რომ არც რესურს მოგიტანს, იმიტომ რომ შენ ენერგიას სადღაც აქცევ სისულელეში, ხო? ხარ რესურსით, ხარ გავრაზებული, ხარ ენერგიით, ყველა გაღიზიანებს და მე შეიძლება ჩხუბი მოხდეს, ან მაღაზიაში ჩახვიდე კიდე იქ ჩხუბი გამყიდველთან, გარეთ გახვიდე ვიღაცა მეზობელს შეეხე და ასე შემოყვე ოჯახის წევრებზე არ ვლაპარაკობ, ხო? ეს არის სისულელე. და აი ეს არის როგორი ენერგია, იცით? როცა არ აქვს მნიშვნელობა, მე მან დამირეკა, არ დამირეკა, მომიკითხა, არ მომიკითხა, არის ჩემს გვერდით ამ წუთში თუ არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გიყვართ. ეს უბრალოდ არის ზრდა სრული ადამიანის პოზიცია, ცხრიანი. არის ბავშვური, აი როცა შენ ბავშვით, რატო ბავშვი როდეს არის კარგად? ბავშვი არის, ჩვენ ხო ყავს, ჩვენი შინაგანი ბავშვი, ხო? ჩვენში ხო ცხოვრობს ეს ბავშვი, რომელიც აი ეს ემოციები ჩვენი სულ ყველა დაუშვათ ეს, ანუ მინდა, ეგეთი რაღაცა მოუსვენრობა, ეს ბავშვი. და ბავშვს როდის არის ბავშვი კარგად? როცა დედიკო არის მის გვერდით, ხო? ან ის ადამიანი, ვინც ახლა მას უყვარს, მის გვერდით არის, მაშინ უხარია კარგად ვარ, ხო? თუ დედიკო გავიდა სხვა ოთახში, ან გავიდა თქვათ მაღაზიაში, ან სამსახურში, მე ბავშვი რა შვება? დედა მინდა მე, აი ეგეთი რაღაცა. აი ეს არის ზუსტად რომ ეს არა.
ეს არის ზუსტად ეს პოზიცია ბავშვური, როცა რატო არ მირეკავ, რატო არ მომიკითხე, რატო არ აი ეს არის ბავშვი. ეს არის ზრდასრული ადამიანის პოზიცია. მე თვითონაც ვარ შევსებული, მე თვითონ ძალიან კარგადაც მაქვს საქმე, რომელიც მე მიყვარს. მე შემიძლია დავყავდი ისეთი რამით, რომ ანუ მე არ მჭირდება დედიკო და მამიკო, მე მჭირდება ზრდასრულ ადამიანს თვითონ ივსება სხვა რაღაცებით, ხო, თავისი ინტერესებით და მაგ დროს უკვე პარტნიორსაც აინტერესებ ხარ და პარტნიორსაც უნდა შენთან ურთიერთობა, იმიტომ რომ იცის რომ არ არის ის საწოდავი დედის და მამის როლში, ხო? რომ უნდა გამოაჩინოს შენზე ეს მზრუნველობა ბავშვური, რომ აი რომ მოდი შვილო არიტირო დედიკო მოვიდა. გაიგეთ? აი ეს არის ზუსტად ეს პოზიცია, როცა მე კარგად ვარ. ну, ვნახოთ ახლა რას კიდე რას შეეხება, რა სფეროებს. რასთან გქონდა. სხვათა შორის ძალიან მომწონს ეს და კაი ამას ავიღებ. так, ამას ავიღზავთ, მე მიყვარს ასეთი უფრო გაშლები, იმიტომ რომ როცა შენს თავში გარკვეული ხარ, როცა შენ თავში უკვე ხვდები შენ რა გინდა, მე ძალიან ადვილად მიდის ყველაფერი აბსოლუტურად. როცა შენ ზიხარ და ფიქრობ, რა მაწუხებს, რატო არ ასე და რატო რა ხდება და როდეს აი და მე უკვე პარტნიორს ჩვენ ახლა ვიცით ხოლმე მე-12 ენერგია კიდე ვისაც აქვს, მატრიც აი იცი რომ გადაბრალება. ანუ თუ მე დაუშვო დღეს ფული, ანუ ქვეყანას აბრალებენ, თქვა სახელმწიფოს, აბრალებენ მეზობელს, აბრალებენ ბავშვს, რა ვიცი, დედას, მამას. ეს არ არის ზრდასრული ადამიანის პოზიცია, იცოდეთ, იმიტომ რომ ესე იგი შენს ცხოვრებაზე პასუხს არ აგებ. და არ იღებ პასუხისმგებლობას და სულ ფიქრობ, რომ ვიღაცა უნდა გაგიკეთოს შენ რაღაცა, რომ შენ იყო ბედნიერი, არ. так, აქ რა დარგში მითხარეთ ახლა, აქ ეს ბედნიერება გვეწვევა. აი გეუბნე, აქ ვიღაცასთან მოხდება სრული, ანუ სურვილის ასრულება. ძალიან გაგეხარდებათ რაღაცა, იმიტომ რომ თქვენი უდიდესი სურვილი აგესრულდებათ. აი, რაზეც თქვენ ფიქრობთ, რაც თქვენ გულს გითბობს, რაზეც თქვენ აი ეს ზოგს შეიძლება შვილებზე, ზოგს შეიძლება, ანუ მაგრამ ეს როგორი სიხარული, მე პირადად რომ გამეხარდება, აი ძალიან მაგრად. გაიგეთ? იმიტომ რომ ეს მე შეიძლება მქონდა ეჭვი და ხო, აი აქ რაღაცა შეიძლება და სურვილები ქონდა, ხო? მაგრამ აი ეს ნახეთ, მე ბევრი სურვილები მაქვს, ბევრ რაღაცას ველოდებ, მაგრამ აი ეს რაღაცა მინდა რომ აუცილებლად ამისრულდება რა, მინდა რა, მინდა. და აი ეს ნერვიულობა მიდის თქვენი მაგას ვარაუდი, იმიტომ რომ უდიდესი სიხარული შემოდის ისეთი, რომელიც თქვენ ნამდვილად აი გაგახალისებს. ანუ როგორც აი დიდი ზეიმი შეიძლება გქონდეთ რა ვიცი, აი ნუ ეს რაც თქვენ ჩაიფიქრეთ, ხო? ხა მე მაგათ სურვილებს რო წერ, აი ჩემი ყველაზე უდიდესი სურვილი თქვა, ან ყველაზე უდიდესი უმთავრესი ამოცანა თქვა, ხო? დაუშვათ, აი ეს არის რა. როცა თქვენ წერთ, რომ აი მინდა რომ ეს აი როცა ნახეთ, ეს არის როცა უკვე მე იქ ვარ. მე უკვე იმ სურვილში ვცხოვრობ. მე უკვე ვგრძნობ, როგორ ვგრძნობ თავს. გაიგეთ? აი ეგეთი რაღაცა არის. მაგარი ტექნიკა სხვათა შორის ძალიან, როცა თქვენ უკვე აი ხო გვაქვს წერტილი B, სადაც ჩვენ მივესწრაფებით, ხო? აი ეს მინდა, იმიტომ რომ მიზანი ხო აქვს ყოველას ჩვენს საქმეს. ხო და აი როცა მე მინდა აი აქ მოხდე, იმ გზაზე კი არ ვფიქრობ, რაც უნდა გამოვიარო, ხო? სანამდე აქ მოვა. მე უკვე აქა ვარ და ასე მუშაობს ეს რა და უკვე აქედან აქ როცა ხარ, მე ეს სურვილი უფრო სრულდება. ნუ ეხლა უბრალოდ ის გეუბნებით, რომ ამაზე ძალიან საინტერესოა საერთო ტექნიკა და ასე შემდეგ. კარგი. კიდე მესამე. სიძლიერე, ნახეთ, აქ ხომ აჩვენეს, მე უკვე, აი, ნახეთ, როგორ კარგი ჩვენ დღეს გველაპარაკება ერთნაირად. ანუ რასაც უკვე თქვენ აქ შეხვედით ამ ენერგიებში. აი, ძალა. ხედავთ? სიგნიფიკაციაშიც იყო. აქ უკვე ნახეთ, რისის გამოსავალ. ანუ
პირველ რიგში ნახეთ, აქ თქვენ გამზადებენ იმისთვის, რომ თქვენ რა ინფორმაცია მომდის, იცით, იმდენად გაძლიერდით თქვენ, ნახეთ, აი პარტნიორი, ხო? იმიტომ რომ აქ ორი პერსონაჟი, შემიძლია ვთქვა, რომ ეს თქვენი პარტნიორიც აქ შეიძლება ძლიერი პიროვნება იყოს, ან ხასიათი ადამიანი, იმიტომ რომ ლომი ეხლა რა თქმა უნდა ისეთი ტიპაჟი არ არის, რომ თქვა ფისო იყოს, ხო? მამაკაც პრინციპში არც უნდა იყოს ეგეთი, ხო? აი თითქოს ჩვენ ერთად მივდივართ, აი ორი ძლიერი ადამიანი, ხო, მიდის ერთად, იყურებენ ერთ მიმართულებაში და საკმაოდ აი ბედნიერები არიან. კიდე, თქვენ გეძლევა დიდი ძალა თქვენ თვითონ, დიდი რესურსი გეძლევათ იმისთვის, რაც თქვენ ჩაიფიქრეთ, რომ აგისრულდეთ. კიდევ ნახავ მე ახლა. აქ უდიდესი წინსვლა გელოდებათ. ნახეთ, რაზეც თქვენ ნერვიულობდით, რაზეც თქვენ ფიქრობდით, რაზეც თქვენ, აი ნახეთ, ზოგჯერ არის ეს მომენტი, როცა აი მე იმიტომ მიყვარს ეს გაშლები, ხო კიდევ ვიმეორებ, რომ უფრო შენ თავში შეგიძლია გაერგვა რა გჭირს. ნახეთ, აქ ადამიანი ფიქრობდა თავის ბედნიერებაზე, ხო? უნდოდა თქვა დაუშვათ, რომ რაც მე გავაკეთე, შედეგი მე მინდა მივიღო და მივიღებ საერთოდ, იმიტომ რომ თქვა შეიძლება სწავლობდით, შეიძლება მუშაობდით, ბევრ შრომობდით, შეიძლება სურვილები დაწერეთ თუნდაც და რამეს აკეთებთ იმისთვის, რომ ეს სურვილები აგისრულდეთ, ხო? შეიძლება რაღაცა პროექტები გაქვთ, ნუ რაღაც ყველას ჩვენთაგანს გვაქვს ჩვენთვის რაღაც მნიშვნელოვანი, ხო? მაგრამ ვარაუდობდით, რომ იქნება, ამისრულდება, სად მივდივარ, აი აქ ვეუბნებიან, ყველაფერი აბსოლუტურად რაც ჩაიფიქრე შენ, ესე იგი აგისრულდება შენ, ანუ უკვე გაჩვენებენ ამ გზას, ნახეთ, გზას გაჩვენებენ, სად უნდა წახვიდე, სად არის შენი მზე, ხო? ნახეთ აქ როგორ არის, გოგო დატოვა ის რაღაცა თავისი დარდი, მიდის წინ ხედავთ მზეს, აი ეს მზე. აი ეს არის ეს მზე, სადაც ეს გოგო მიდის. აი ეს არის და ამისთვის გეძლევა თქვენ ძალა, წინსვლა და ყველა შენი ეს დაუშვათ ფიქრები, რომელიც შენს თავს გდგენდნენ, აი ნერვეულობდი, ფიქრობდი, გამომივა, არ გამომივა, რა თქმა უნდა, წარსულს ჭაბარდება, ამიტომ რომ წინსვლა გელოდებათ, გამოდი ხართ ამ მდგომარეობიდან, იმიტომ რომ გეძლევა ძალა იმისთვის, რომ რაც შენ გაწუხებდა, დაჯდები და ფიქრდები, იმიტომ რომ გვერდხების, უკაცრავად ხმალების დედოფალი, ეს არის გონება, ეს არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს რა გავაკეთო იმისათვის, რომ ცივი გონებით იმისთვის, რომ და თავისი რაღაცები თქვათ, ახლა გეგმები, აქ ვაჩვენებენ, რომ მაგისტრის გეძლევა თქვენ ეს ძალა. ეს ძალა. კარგით, მოდით აბა ვნახოთ კიდე რჩევა. თქვენთვის, აი ეს ინფორმაცია მოვიდა რჩევა სამყაროდან, მაღალი ძალები თქვენთვის. ისწავლე. აიღე, მიიღე ეს ყველაფერი, გააკეთე. გაიხარე, გაუშვი დარდი, ყველანაირი დაურდი გაუშვი და გაიხარე. გვერდხების დედოფალი, დღეს ნახეთ რა საინტერესო გაშლა, გვერდხების დედოფალი. უკვე მესამე. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მოვხდით ძალის ადგილზე, აი მესტე სილე რა, რუსულად ეგ არის, სადაც ნამდვილად, აი ეს გაშლა ბევრისთვის, იმისთვის, ვინც თქვათ, ვისაც რეზონირდა და იტყვის რა ჩემია, 100%-იანი თქვენია. აი თუნდაც ზოგჯერ იცით თქვენ, რომ გაშლა საჯარო მუშაობს როგორც პირადი გაშლა. ხო და აი რა თქმა უნდა, მე მინდა რომ ეს კარგი ინფორმაცია, რაც მოვიდა დღეს ჩვენთვის, იყოს თქვენთვის. იმოქმედეთ, მიიღეთ მადლიერები და ყველაფერი აგისრულდებათ.